ამ მეცადინეობაზე ჩვენ განვიხილავთ HTML დოკუმენტში ბმულის ტიპებსა და პარამეტრებს. ბმულები ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ვებსაიტზე. იგი უამრავ ვებგვერდს აერთიანებს ერთ ვებსაიტად. ვებგვერდები შესაძლებელია სხვადასხვა სერვერზეც კი იყოს განლაგებული, მაგრამ სწორად ორგანიზებული ბმულების საშუალებით მომხმარებელი აღიქვამს ერთ მთლიან საიტად. არსებობს ორი ტიპის ბმული: გარე ბმული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ობიექტებს, გვეხმარება მათ შორის ნავიგაციაში და ქმნის ერთიან სივრცეს. ასეთი ობიექტები შეიძლება იყოს ვებგვერდები, სურათები, სხვადასხვა ტიპის ფაილები და მეორე ტიპის ბმული, შიდა ბმული, რომელიც გამოიყენება ერთი ვებგვერდის ფარგლებში ნავიგაციის ოპტიმიზაციისათვის. თქვენ ახლა ხედავთ ეკრანზე გამოტანილია Notepad++-ის სამუშაო გარემო და ტრადიციულად სიმულაციური დავალება უკვე მზა პროდუქტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ შიგა ბმული ამ მეცადინეობაზე. მარჯვენა მხარეზე კი არის ბრაუზერის ფანჯარა, რომელშიაც ასახულია სწორედაც HTML დოკუმენტის შესაბამისი ვებგვერდი. მოდით ვნახოთ, დავათვალიეროთ, როგორ მუშაობს ეს ვებგვერდი. თქვენ ხედავთ, რომ თავდაპირველად წერია თბილისის ისტორიის ვებგვერდი. შემდეგ წერია დოკუმენტის დასაწყისი და გადადი კატეგორიაზე ისტორია, გადადი კატეგორიაზე დაარსება, გადადი კატეგორიაზე დედაქალაქი. ხოლო შემდეგ ისტორიის, დაარსების და დედაქალაქის ბოლოს წერია გადადი დოკუმენტის დასაწყისში. ამრიგად, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვმართოთ ინფორმაცია ვებგვერდზე, დიდი ზომის ინფორმაცია, იგი არ ეტევა მონიტორის ერთ არეში და ნავიგაციის გასაადვილებლად გამოვიყენეთ შიდა ბმულები. ბმულის საშუალებით შეგვიძლია გადავაადგილდეთ იმავე დოკუმენტის სხვადასხვა ადგილას. შევამოწმოთ ჩვენი პროგრამა, გადადი კატეგორიაზე ისტორია. ვინაიდან კატეგორია ისტორია ძალიან ახლოსაა, ეს გადასვლა ჩვენ ვერ ვიგრძენით და გადადი დოკუმენტის დასაწყისშიც ასევე რეაქცია არის, მაგრამ რადგან ერთ ეკრანზე ჩანს, ადვილად არ აღიქმება ეს გადასვლა. მოდით ვსინჯოთ მეორე. გადადი კატეგორიაზე დაარსება და ნამდვილად დავინახეთ, რომ გადავიდა, გადადი დოკუმენტის დასაწყისში და დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში, გადადი კატეგორიაზე დედაქალაქი და დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში. ამრიგად, HTML დოკუმენტი მუშაობს, ბრაუზერში გამოსახული ვებგვერდი ნამდვილად მუშაობს, გადასვლა ხდება როგორც ცალკეულ კატეგორიაზე, შიგა გვერდში, ასევე ხდება დაბრუნება საწყის პოზიციაში. ახლა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი გადასვლები, შიგა გადასვლები ტეგების დახმარებით. დავუბრუნდეთ Notepad++-ის სამუშაო გარემოს. ვიდრე შიდა ბმულების ტეგებს განვიხილავდეთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ. როდესაც თქვენ წიგნებზე მუშაობთ და ეს წიგნი დიდტანიანია, აუცილებლად ჩაგიდვიათ სანიშნო 50-ე გვერდზე, 100-ე გვერდზე, 200-ე გვერდზე, ან და რაიმე პარაგრაფების მიხედვით ჩაგილაგებიათ სანიშნოები. სანიშნოები შეიძლება იყოს წვრილად დაკეცილი ფურცელი, ან რაიმე სანიშნო, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია, რომ ადვილად იპოვოთ ეს გვერდები. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ბეჭდურ სახელმძღვანელოზე და არა, ვთქვათ, ინტერნეტში მოძიებულ ელექტრონულ სახელმძღვანელოზე. თუმცა ტექსტურ რედაქტორშიაც ძალიან კარგად მოხერხებულად კეთდება სანიშნოების ჩალაგება და შესაბამის გვერდებზე გადასვლა. ამ შემთხვევაში, აი ამ სანიშნოების ჩამაგრებას ქვია bookmark-ი, ანუ წიგნში ნიშნულებით ჩავალაგებ. მაგრამ მანამდე რა გავაკეთეთ ამ პროგრამაში? მანამდე ჩვეულებრივ მივეცი სათაური დავუშვათ ჯორჯია, ან შეიძლება აქ დავწეროთ თბილისი. შემდეგ დავწერე თბილისის ისტორიის ვებგვერდი, სათაურად გამოვიტანეთ და შემდეგ პარაგრაფებში პირველი პარაგრაფი ისტორიის კატეგორია, მეორე პარაგრაფი დაარსება, შემდეგ მესამე პარაგრაფი დედაქალაქის კატეგორია, აი აქ თითოეულ აბზაცში
ჩავდეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვინდა გამოვიტანოთ თბილისის ისტორიის ვებგვერდზე. ამრიგად აბზაცები გამზადებულია. თქვენთვის უცხო არ არის აბზაცის ტეგი პრემ, გამოვიყენებ იმისათვის, რომ ეკრანზე დამეტია ინფორმაცია, როგორც სამუშაო პანელზე Notepad++-ის, ასევე ვებ ბრაუზერში, თორემ შესაძლებელი იყო მხოლოდ დაგვეწერა აბზაცის მარტივი ტეგი პრემ და ამის საშუალებით გამოვიდოდა აბზაცი მხოლოდ მთლიან ფანჯარაზე იქნებოდა გაწერილი. ამგვარად ჩვენ პირველ ეტაპზე შევინარჩუნეთ HTML დოკუმენტის კომპონენტები, სრულად სტრუქტურა შენარჩუნებულია და ბადისა და ბადის შორის ჩავსვით ეს სამი აბზაცი. ისტორია, დაარსება და დედაქალაქი. ეს სამი გვაქვს. ახლა ამის შემდეგ როგორ ვმართოთ ინფორმაცია? ჩვენი დავალებაა, რომ უნდა სანიშნოები ჩავალაგოთ ისტორიასთან, დაარსებასთან და დედაქალაქთან. მოდი ვნახოთ ეს ჩანიშნები როგორ მოხდა. თქვენ იცით ტერმინი იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაცია თქვენს პასპორტებზეც არის, როდესაც იდენტიფიცირებულია, ანუ ნომერი განსაზღვრულია. ეხლა ჩვენ იდენტიფიცირება უნდა გავუკეთოთ თითოეულ აბზაცს. ეხლა ვნახოთ, სად არის ეს იდენტიფიცირება გაკეთებული. აი აქ იდენტიფიკაცია, ისტორია, აი აქ ჩავსვით. ასე გამოიყურება იდენტიფიკაციის ბუქმარკის ტეგი. აი ისტორიასთან ჩავსვით. ეხლა წამოვედით და ჩავსვით დაარსებასთან. შეხედეთ, აი ჩაჯდა აქაც იდენტიფიკაციის კოდი და ჩაჯდა დედაქალაქთან. აი აქაც ჩავსვით იდენტიფიკაციის კოდი. ამგვარად ჩვენ ინტერნეტ ვებგვერდისთვის რომ ვემზადებით და გვინდა რომ შიდა გადასვლები მოხდეს, თითოეულ აბზაცს ჩაუსვით ბუქმარკი, რომ მოხდეს გადასვლა ამ აბზაცებზე. მაგრამ ახლა როგორ ვასწავლოთ ჩვენ HTML დოკუმენტს, რომ მუშაობის პროცესში მათ აბზაცებზე მოხდეს გადასვლა. ამგვარად ვიმეორებ, ბუქმარკები უკვე ჩასმულია, ნიშნულები უკვე ჩანიშნულია, რომელ აბზაცებზეც გვინდა ჩვენ გადასვლა. მაშინ კოდებია კიდევ ერთხელ მივუთითოთ ID დედაქალაქისათვის, დაარსებისათვის და ისტორიისათვის. ეს სამი გადასასვლელი ნიშნული გვაქვს. ეხლა უნდა ვასწავლოთ HTML დოკუმენტს, რომ მათზე გადავიდნენ. დავიწყოთ. დავბრუნდეთ საწყის გვერდზე, საწყის თავში, აი ამ HTML დოკუმენტში და აი აქ ვნახოთ თბილისის ისტორიის ვებგვერდის ქვეშ რა წერია. აი აქედან დავიწყოთ. href-ი ეს ნიშნავს, რომ მოვახდინოთ გადასვლა კატეგორიაზე ისტორია. ეს არის ჰიპერტექსტური მიმართვა. აი აქ წერია ისტორია და გადადი კატეგორიაზე ისტორია. ამ შემთხვევაში ამ გადასვლით, ამ მიმართვით, რადგან აქ ისტორიას წერია და იდენტიფიკაცია უნდა დაემთხვეს, აი აქაც ვნახოთ ისტორიაშიაც ისტორიას წერია. აქაც წერია ზუსტად იგივე იდენტიფიკაციაში გამეორებული. ეხლა ვნახოთ მეორე აბზაცი. წერია დაარსება, href-ით ჰიპერტექსტური მიმართვით ხდება გადასვლა და მოვდივართ აი აქ და აი აქაც ისტორიაშიაც აი ვნახოთ არის დაარსებაზე გადმოსული. აი აქაც იდენტიფიკაციაზე გადმოვიდა. შემდეგი href-ით, ანუ ჰიპერტექსტური მიმართვით დედაქალაქი და აი აქაც დედაქალაქზე მოხდა გადასვლა. ამგვარად პირველ ეტაპზე ჩავსვით ნიშნულები დოკუმენტის შიგნით, ხოლო მეორე ეტაპზე მოვახდინეთ მიმართვის ტეგების აღწერა, იმისათვის რომ თითოეულმა ტეგმა, თითოეულმა სტრიქონმა იპოვოს შესაბამისი კატეგორია. ეხლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ყველაფერი ჩვენ ვებ ბრაუზერის ფანჯარაზე რა ხდება, გავიხსენოთ, აი გადავედი კატეგორიაზე დაარსება და გადამიყვანა. გადავედი კატეგორიაზე დედაქალაქი და გადამიყვანა. მაგრამ თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ როდესაც მე თითოეულ კატეგორიაზე გადავდივარ, შემდეგ საშუალება მეძლევა, რომ დოკუმენტის დასაწყისშიც გადავიდე.
მოდი ვნახოთ ეს როგორ გავაკეთეთ. შევხედოთ Notepad++-ის პანჯარას. აი აქ სათაურის ქვეშ თბილისის ისტორიის ვებგვერდი ვებრაუზერის პანჯარაში ხედავთ, რომ დოკუმენტის დასაწყისის წერია და აი აქაც იდენტიფიკაციაა გაკეთებული დოკუმენტის დასაწყისი, ესე იგი მოხდა ნიშნულის ჩადება საწყის გვერდში, ბუქმარკით ჩავსვით. ვინაიდან აქ დოკუმენტის დასაწყისი დავარქვით და ბუქმარკით ჩავსვით, ახლა საჭიროა თითოეული აბზაცი რომ ვნახე და ნახვის შემდეგ საწყის გვერდს დავუბრუნდე, შევხედოთ აი ამ ადგილს ისტორიას, აი ისტორიის კატეგორიის დაბლა, აი აქ მინიშნებულია href-ი დოკუმენტის დასაწყისი, გადადით დოკუმენტის დასაწყისში. და განმარტებაა გაკეთებული, რომელიც პარაგრაფის ტექსტშია მოთავსებული, შესაძლებელია დაბრუნება დოკუმენტის დასაწყისში, ეს თქვენ გაძლევთ კომენტარს. ამგვარად გავიმეოროთ, ნიშნულით ჩავსვით თბილისის ისტორიის ვებგვერდის დაბლა, დოკუმენტის დასაწყისი, აი აქ ჩავსვით და შემდეგ იმისათვის, რომ ამ ადგილს დაუბრუნდეს თითოეული აბზაცის დასრულების შემდეგ მომხმარებელი, იქ ჩვენ ჩავსვით მიმართვა, გადასვლა, ჰიპერტექსტური მიმართვა, დოკუმენტის დასაწყისი. ასევე ჩავსვით ანალოგიური href-ი დოკუმენტის დასაწყისი დაარსების შემდეგ და ასევე ჩავსვით href-ი დოკუმენტის დასაწყისი დედაქალაქის კატეგორიის შემდეგ. ამგვარად, ასეთი ტეგების ჩართულობის შედეგად ვებგვერდი გახდა დინამიური, ხდება მასზე გამოსახული ინფორმაციის მართვა, გადაადგილება, ნავიგაცია და დიდი მოცულობის ინფორმაციის შემთხვევაში ეს ძალიან ადვილია მომხმარებლისათვის, რომ მან ნახოს შესაბამისი ინფორმაცია თუ რომელ აბზაცის ნახვა უნდა, რომლებიც წარმოდგენილია კატეგორიებში სათაურების სახით. ამგვარად კატეგორიაზე დაარსება და ვრუნდები, კატეგორიაზე დედაქალაქი და ვრუნდები ისევ დოკუმენტის დასაწყისში. ამგვარად ამ მეცადინეობაზე ჩვენ შევისწავლეთ შიდაბმულების ორგანიზების პროცესი და შესაბამისი ტეგები, ID ნიშნულის ჩასმა და მასზე მიმართვა href-ი.